გამარჯობა მეგობრებო. აი ხა, მინდოდა გამბედაობაზე მესაუბრა ზოგადად. ვინც მე მიცნობს, აი ოჯახი ხო ყველაზე მეტად მიცნობს, მეგობრები ხო ყველაზე მეტად მიცნობს. აი ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც რომ კითხოთ, აი დედაჩემსაც რომ კითხოთ, გეტყვით რომ ძალიან გამბედავი ადამიანი ვარ. ყველას ვაძლევ мотивაციას. თუ ვინმეს რაღაცის დაწყება უჭირს ან რაღაც ნაბიჯს ვერ დგამს, აი მუდამ ვარ აი როგორ პოზიციაშიც რომ მიდი შეგიძლია გამოგივა აბარა და მეც ჩემს ცხოვრებაში აი ძალიან ესეთი გამბედავი და რისკიანი ტიპი ვარ. მაგრამ რა აღმოვაჩინა იცით რომ მეც კი ანუ ესეთ გამბედავ ადამიანს მაქვს რაღაცა შიშები. რომ აი შეიძლება არ გამოვიდეს არა, ანუ აი რაღაც რა დაუფიქრდი, მაქვს რა რაღაც. რასაც შიში არ ვიცი დაერქმევა თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა არ გავაკეთე, იმიტომ რომ გუშინ წინ ამომიგდო მემორი, რომ შაშან ზუსტად საუბრობ, რომ აი უნდა გაბედოთ, უნდა დაიწყოთ, რაღაცა უნდა გააკეთოთ და შაშან ზუსტად წელიწად ნახევრის წინ რაღაცა იდეა მქონდა, დავიწყე ამაზე მუშაობა და არ გავაკეთე. არ გავაკეთე რა რაღაცა იმ მიზეზებს რო ეძებ რო ესე ნუ ვთომ რომ გადადებ და კი გინდა, მაგრამ აი რაღაც არ დამიწყია რა ნაბიჯები და წელიწად ნახევრის წინ ანუ შაშან წინ აპრილში შაშან ხო ეხა წელს არა წინ აპრილს ესე ვთქვა დავიწყე ამის კეთება. ანუ უბრალოდ რომ პლუს ნაბიჯები წავსულიყავი წელიწად ნახევარში, ეხა უფრო მეტად ვიქნებოდი წინ, ვიდრე ეხა ამ ეტაპზე საერთოდ ვარ დაგიწყია. და მივხვდი რომ ანა შენ ხო ყველას ამოტივირებ, ანუ ხო ყველას ეუბნები რომ ყველაფერი გამოგივაც და შენ რატო არ გააკეთე? და ანუ ჩათავს რომ ჩავუღრმავდი. მივხვდი რომ მეც მაქვს რაღაც ეს შიში რა, რაღაცა აი ახალში კომფორტის ზონიდან გამოსვლის, ანუ კი სამსახურიდან წამოვედი, აი ეს კომფორტი დავარღვიე, მაგრამ ანუ კიდე მაქვს დასარღვევი. და თან ვიცი რომ თუ მინდა რომ წარმატებული ადამიანი ვიყო, რაც შეიძლება მეტად უნდა გამოვიდე კომფორტის ზონიდან და მით მეტად ვაკეთო ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არ გამიკეთებია. და აი ახლის შიში მეც კი გავათვიცნობიერე რომ მეც კი მაქვს. და ეს მე იმდენად მიყვარს ჩემი შიშების დამარცხება და იმდენად მომწონს აი შეჭიდება, რომ მხოლოდ ამ გზით იზრდება ადამიანი, რომ ეხა ისეთი მოტივირებული ვარ, რომ გადავდგა ნაბიჯი, მაგრამ აი ალბათ ეხა ამასაც იმიტომ წერე, რომ ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ არა შეგიძლია ნუ გადადგი ნაბიჯი, გადადგი. და ზუსტად ამისზე მომივიდა აზრი, რომ ხوار გავაკეთო პოდკასტი წარმატებული ბიზნესმენი ქალების, რომელმაც დაიწყეს, გადადგეს ნაბიჯი და ახლა არიან რაღაც კარგ საფეხურზე. იმიტომ მე мотивაცია არ მაკლია ხალხო, მაგრამ მე მგონია რომ სხვებსაც მისცემს мотивაციას მსგავსი სტილის პოდკასტი და მეც რა თქმა უნდა. და ამ პოდკასტს ისინი მქონდა იდეა რომ პროექტი და რომ გამოვედი მაშინ დამეწყო და ეგეც არ დავიწყე. ანუ ესეცა კი არ დავიწყე და ანუ გამოდის რომ ორი საქმე არ დავიწყე. და რატო პოდკასტი არ დავიწყე, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი შედეგის დადება მინდოდა და ნუ აი რაც თქოს მოვერიდე, მაგრამ ზუსტად პროექტი რომ გამოვედი 2024 წლის 1 იანვარს, მაშინ რომ გამეკეთებინა ახლა უფრო კარგი, ასე ვთქვათ, გამომწარებით მეყოლებოდი და ყველაფერი. მოკლედ რა, ანუ რატო წერ ამ reels ვიდეოს? როგორც კი იდეა მოგვივა და გვიჯერა ჩვენი თავის აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. და აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯი და გავარღვიოთ რაღაცა ის პატარა შიშები. და მე ხა რაღაცა მაგ ეტაპზე ვარ, რა კიდე მაგ ეტაპზე ვარ, ანუ მინდა, მაგრამ მაინც რაღაცა მაკავებს რა და აი ბოლომდე მინდა რომ დავიწყო, ანუ პოდკასტს არ გულისხმობს სხვა საქმე. ვნახოთ რა იქნება.